კუბამ ახლახან დაამტკიცა ჰავანაში ეკონომიკის ყველაზე დიდი გახსნა 1959 წლის რევოლუციის შემდეგ და ეს ნაბიჯი მთელ კონტინენტზე მძიმე აღიარებად აღიქმება. კუბის ეროვნულმა ასამბლეამ ერთმად დაამტკიცა 175-ზე მეტი რეფორმა. ეს რეფორმები გზას უხსნის კერძო ბანკებს, უცხოურ ინვესტიციებს, აქციონერულ კომპანიებს, ებს, სახელმწიფო ქონების გაყიდვას და კერძო ბიზნესში 100-ზე მეტი თანამშრომლის დაქირავებას. ეს მოხდა 2026 წლის 18 ივნისს, რამდენიმე თვიანი ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის შემდეგ. კაცრი სანქციები, საწვავის ბლოკადა, ენერგოკრიზისი, საკვების დეფიციტი, ელექტროენერგიის გათიშვები და უცხოური კომპანიების გასულასვლა. მიგელ დიას კანელის რეჟიმმა ჯერ კიდევ სადაცვლილების სოციალისტურ რიტორიკაში შეფუთვა, მაგრამ პრაქტიკამ სხვა რამ აჩვენა. კუბის დიქტატურას მოუწია ეღიარებინა, რომ სახელმწიფო, რომელიც გადაჭარბებულად გაბერილია, ვეღარ ახერხებს საკუთარი კუნძულის შენახვას. რაულ კასტრომ ხარი დაუჭირა ზომების დაჩქარებას, მანუელ მარერიომ კი დაიცვა ბაზარი როგორც ეფექტური ინსტრუმენტი, ხოლო ვაშინგტონმა ცხადად მიანიშნა, რომ ჯერ კიდევ დააკვირდება, ეს ნამდვილი ცვლილებაა თუ უბრალოდ გადარჩენის მიზნით გაკეთებული მაკიაჟია. რა მიიღო კუბამ რეალურად? რატო იჩქარა დიქტატურამ ეხლა? როგორ გაამკაცრა ტრამპა წნეხი ჰავანაში შეჭრის გარეშე? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. გადაწყვეტილება კუბის ეროვნულ ასამბლეაში ჰავანაში მიიღეს კომუნისტური პარტიისა და რაულ კასტროს მხარდაჭერით, რომელიც ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეჟიმის კულისებში. როიტერის ინფორმაციით დეპუტატებმა დაამტკიცეს ფართო პაკეტი, რომელიც კუბის სოციალისტურ მოდელში ყველაზე დიდ ცვლილებად მიიჩნევა, მას შემდეგ რაც ფიდელ კასტრომ ხელისუფლება ჩაიბარა. მთავრობამ ეს ზომების სისტემის განახლებად წარმოადგინა, თუმცა დამტკიცებული შინაარსი მიუთითებს გახსნაზე, რომელსაც ლათინოამერიკული მემარცხენეობა 10 წლეულების განმავლობაში აცხადებდა, რომ არასდროს მიიღებდა. ცვლილებები კუბის ეკონომიკის გულს ეხება. პაკეტი ხსნის გზას კერძო უძრავი ქონების განვითარებისათვის. საშუალებას აძლევს სახელმწიფო კომპანიებს გადაიქცნენ კომერციულ ბიზნესებად, აქციებითა და კერძო მონაწილეობით. ავტორიზაციას აძლევს კერძო ბანკებს ფინანსურ სექტორში და საშუალებას აძლევს სახელმწიფო ქონების გაყიდვას კომპანიებსა და პირებზე, მათ შორის კუბელებზე, რომლებიც კუნძულს გარეთ ცხოვრობენ. ფაქტობრივად ჰავანა დაიწყო ფულის ძიება, რასაც ადრე დემონიზებდა. რეჟიმი, რომელიც თავისუფალ ბაზარს საფრთხედ მიიჩნევდა, ახლა მას გადარჩენის საშუალებად ეძებს. მანუელ მარერო, კუბის პრემიერ-მინისტრი, იყო ის, ვინც ეს ზომები წარადგინა კანონმდებლების წინაშე ხანგრძლივ გამოსვლაში. მან აღიარა, რომ ბაზარი შეიძლება ეფექტურ ინსტრუმენტად იქცეს რესურსების განაწილებისთვის. ეს ფრაზა მნიშვნელოვანია, რადგან ის კუბის კომუნისტური სტრუქტურის შიგნიდან მოვიდა, არა ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციისგან და არც უცხოელი ანალიტიკოსებისგან. როდესაც მთავრობა, რომელიც აკონტროლებს ფასებს, წარმოებას, ვაჭრობასა და საკუთრებას, იწყებს ბაზრის უფრო მეტად მიღებას, ის აღიარებს, რომ აბსოლუტურმა კონტროლმა ვერ გაამართლა. დიას კანელმა სცადა ნარატივის შენარჩუნება. მან თქვა, რომ კუბა ართმობს სოციალიზმს და დაჟინებით აღნიშნა, რომ კუნძული კვლავაც აწყდება ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ბლოკადას. მაგრამ ეს სიტყვები მთავარ ფაქტს ვერ ფარავს. რეჟიმმა დაამტკიცა ზომები, რომლებიც ამცირებს სახელმწიფოს დომინირებას და ზრდის კერძო კაპიტალის სივრცეს. ამიტომაც ამ ამბავმა ასე ძალიან შეაწუხა მემარცხენეები, რომლებიც ყოველთვის ყიდნენ კუბას, როგორც წინააღმდეგობის ვიტრინას. ვიტრინა შიგნიდან დაიბზარა. ამ ცვლილების ცენტრში შეერთებული შტატების ზეწოლა აღმოჩნდა. იანვრიდან მოყოლებული დონალდ ტრამპის პოლიტიკა კუბის მიმართ გამკაცრდა, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ფინანსების სფეროში. საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭომ აღნიშნა, რომ ნავთობის მიწოდების შეზღუდვამ გაამწვავა საწვავის დეფიციტი, გაზარდა ფასები და გაახანგრძლივა ელექტროენერგიის გათიშვები. თეთრმა სახმა ასევე გამოაქვეყნა 2026 წლის 1 მაისს აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც მიზნად ისახავდა ისეთ სექტორებს, როგორიცაა ენერგეტიკა, თავდაცვა, მეტალურგია, სამთო-მრეწველობა, ფინანსური მომსახურება და კუბის ეკონომიკის უსაფრთხოება. ეს იყო ეკონომიკური ძალის გზავნილი და არა მხოლოდ დიპლომატიური. შედეგი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახა. AP-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ ჰავანის უბნებში ელექტროენერგიის გათიშვები გავრცელდა და ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ტაფებსა და ქვაბებს აბრახუნებდნენ. გახსნამ ასევე გამოავლინა ახალი ფულის მოპოვების სასოწარკვეთის მასშტაბი. მთავრობა ცდილობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, მეტი პირდაპირი ვაჭრობის დაშვებას, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას და ფინანსური არხების გამარტივებას.
AP-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ პაკეტი ასევე ითვალისწინებს მეტი სივრცის გამოყოფას კერძო ბიზნესისთვის, იმპორტისა და ექსპორტისთვის სახელმწიფო შუამავლობის გარეშე და სწრაფი კვების ქსელების შემოსვლასაც კი. კუნძულისთვის, რომელიც ცენტრალიზაციამ ჩამოაყალიბა, ეს სიმბოლოსა და პრაქტიკის სერიოზული გარღვევაა. ბრაუ კასტრო ამ განტოლებაში ასევე ჩაერთო. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ბრალი წაუყენეს აშშ-ში 2026 წლის 20 მაისს ბრალდებებით, რომლებიც დაკავშირებულია 1996 წელს კუბელი ემიგრანტების თვითმფრინავების ჩამოგდებასთან. 1996 ბრალდებამ ვაშინგტონის ზეწოლა გაზარდა რეჟიმის ისტორიულ ხელმძღვანელობაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ იგივე რაულ კასტრო გამოჩნდა და მხარი დაუჭირა ეკონომიკური რეფორმების სწრაფად მიღებას. მარკო რუბიო, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, უკვე მარტში ამბობდა, რომ კუბას აქვს ეკონომიკა, რომელიც არ მუშაობს და პოლიტიკური სისტემა, რომელიც ვერ ასწორებს მას. ეს სიტყვები თითქმის ასახავს იმას, რაც ეხლა მოხდა. ჰავანამ ეკონომიკა მეწარმეების სიყვარულით არ გახსნა. გახსნა იმიტომ, რომ მოდელი ჩიხში შევიდა. გახსნა იმიტომ, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის გათიშვით იტანჯება. გახსნა იმიტომ, რომ კომპანიები გარბიან. გახსნა იმიტომ, რომ ვალუტამ ძალა დაკარგა. გახსნა იმიტომ, რომ საწვავის და კრედიტის გარეშე იდეოლოგიური სიტყვა სინათლეს ვერ ანთებს, თაროებს ვერ ავსებს და ანგარიშს ვერ იხდის. JD Vance-მა ციფრთხილით გამოეხმაურა თეთრი სახლის განცხადებას. მან თქვა, რომ ადმინისტრაცია დააკვირდება, რას გააკეთებს კუბა და რომ გონიურულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება უკეთეს ურთიერთობამდე მიიყვანოს კუნძულთან. ეს ფრაზა ნათლად აჩვენებს, რომ ვაშინგტონი არ ავიქვამს რეფორმას, როგორც რეჟიმის სრულ გამარჯვებას. შეერთებული შტატები კონკრეტულ ქმედებებს ელოდება და არა მხოლოდ დაპირებებს ქაღალდზე. ტრამპისთვის კუბამ უნდა დაამტკიცოს, რომ გახსნა მხოლოდ სიტყვებში არ რჩება. თავად ამერიკის მთავრობამ რეფორმებს უნდობლობით შეხედა. მედიასთან გავრცელებული შეფასება იყო, რომ ჰავანა შესაძლოა ცდილობს ცვლილებების ილუზიის შექმნას რეალური თავისუფლების გარეშე. სწორედ აქ გრძელდება ზეწოლა. კერძო ბანკის გახსნა, სახელმწიფო ქონების გაყიდვა და უცხოელი ინვესტორის მოწვევა ავტომატურად არ ნიშნავს ოპოზიციის გათავისუფლებას, თავისუფალი მედიის დაშვებას ან რეპრესიების დასრულებას. ეკონომიკური გახსნა მოდელის სისუსტეს აჩვენებს, მაგრამ პოლიტიკური ცვლილება ჯერ კიდევ ფაქტებზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, სიმბოლური გავლენა უზარმაზარია. კუბა ყოველთვის გამოიყენებოდა როგორც ლათინური ამერიკის მემარცხენეების იდეოლოგიური საკურთხეველი. თითქმის 7-10 წლეულის განმავლობაში რეჟიმი ყიდდა იდეას, რომ ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ რომ იყოს, ეს ბაზარზე უკეთესი იქნებოდა. ეხლა კრიზისის ფონზე თავად კომუნისტური ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, კაპიტალისტური მექანიზმები დაეშვა, რომ გადარჩენას ეცადა. ეს ამყარებს ტრამპის და მისი მოკავშირეების არგუმენტს. ზეწოლა მუშაობს მაშინ, როცა ის უთხრამს ჯიბეს, ნავთობს, კრედიტს და ელიტას, რომელიც რეჟიმს ინარჩუნებს. რეფორმა ასევე გავლენას ახდენს საერთაშორისო ნარატივზე. წლების განმავლობაში ჰავანას მოკავშირე მთავრობები კუნძულის ყველა პრობლემაში მხოლოდ სანქციებს ადანაშაულებდნენ. სანქციები მძიმედ ვირთია, მაგრამ კუბის კრიზისი ასევე გამომდინარეობს ბიუროკრატიიდან, სახელმწიფო კონტროლიდან, დაბალი პროდუქტიულობიდან და ეკონომიკური თავისუფლების შიშიდან. დიას კანელმაც კი ავიარა, რომ ყველა მარცხის დაბრალება ბლოკადას ვერ მოხდება. ეს აღიარება ასუსტებს ავტომატურ საბაბს, რომელსაც დიქტატურის კრიტიკისგან დასაცავად იყენებენ. რაც კუბაში მოხდა აჩვენებს, როგორც ცდილობს დაბერებული დიქტატურა გადარჩენას, როცა მანევრის საშუალება ეკარგება. რეჟიმი ხალხს დიდსულოვან დათმობას არ სთავაზობს, ის უბრალოდ ცდილობს სუნთქვა შეინარჩუნოს. ის ცდილობს მოიზიდოს კაპიტალი ისე, რომ პოლიტიკური კონტროლი არ დაკარგოს. ცდილობს გახსნილობა გაკიდოს ისე, რომ დამარცხება არ აღიაროს. ქუჩებში რეაქცია არის იმედისა და დაღლილობის ნაზავი. ბევრ კუბელს სურს იმუშაოს, წამოიწყოს საქმე, შემოიტანოს, გაკიდოს, იყიდოს და იცხოვროს ისე, რომ ყოველ ნაბიჯზე სახელმწიფო ნებართვაზე არ იყოს დამოკიდებული. სხვები ეჭობენ, რომ რეჟიმი თავადვე შეაფერხებს ამ ზომების განხორციელებას, როგორც ეს წინა რეფორმების დროსაც გააკეთა. ეს ეჭვი სამართლიანია, რადგან კუბური ელიტა ჩვეულებრივ მაშინ აღებს კარს, როცა იხჩობა და ცდილობს ისევ დახუროს, როგორც კი ჟანგბადს დაიბრუნებს. სხვაობა ეხლა ისაა, რომ ტრამპმა ლოდინის ფასი შეცვალა. შეერთებული შტატების ზეწოლა მხოლოდ დიპლომატიური ნოტით არ შემოიფარგლა. ევროპის კავშირმაც გაზარდა ზეწოლა, როცა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვდა და კუბაში რეპრესიებს გმობდა. ამან ჰავანა კიდევ უფრო მეტად იზოლაციაში მოაქცია. დიქტატურა ვაშინგტონის, ბრიუსელის, კუბური დიასპორისა და თავად ხალხის მოთხოვნებს უსმენს, რომელიც დაიღალა ზვარზე ცხოვრებით. როცა რამდენიმე ფრონტი ერთდროულად აჭერს, პროპაგანდა ყველაფრის შეკავებას ვეღარ ახერხებს.
კუბა ახლა იმ კაპიტალს ეძებს, რომელსაც ადრე გმობდა, მაგრამ არ სურს ის თავისუფლება, რომელიც ჩვეულებრივ ღია ეკონომიკასთან ახლავს. სურს ბაზრის ფული, მაგრამ არ აძლევს მოქალაქეს რეალურ ძალას სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. დონალდ ტრამპმა აჩვენა ვინ მართავს თამაშს, რადგან აიჯულა ჰავანა დაეტოვებინა იდეოლოგიური პოზა და ეკონომიკურ რეალობაში შესულიყო. დიქტატურამ თითქმის 70 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გახსნა დაამტკიცა არა რწმენით, არამედ საჭიროებით. კუნძული, რომელიც კომუნიზმის სიმბოლოდ იქცა, ახლა ბაზრის ინსტრუმენტებს ეძებს, რომ საბოლოოდ არ ჩაიძიროს. და როცა კუბაც კი იწყებს სივრცის გახსნას კერძო ბანკებისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის და უფრო თავისუფალი კომპანიებისთვის, ლათინური ამერიკის ნებისმიერ სოციალისტს უჭილს გააგრძელოს თავის მოტყუება. თითქოს აბსოლუტურმა სახელმწიფო მოდელმა გაიმარჯვა. მე ვარ მილსონ აულესი, გლობალ ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველ დღე სიმართლით სრულად ინფორმირებული ყავდე. სიახლეების ბულები ვიდეო აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ აულესის საზოგადოებაში.